მოგესალმებით, მე არ ვჩანვარ საერთოდ, ხო იცი? თუ ჩანვარ. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა თბილისის ზღვასთან და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ნიკუშა ამაშუკოვი. არა, არ არის საჭირო გამოჩენა, უბრალოდ სტუმარი იქნება, ჩვენ დღეს მას არ გამოვაჩენთ. ტრაქტორი. ეს არ იქნება ჩილგაიულოგი, იმიტომ რომ ნერვები მომიშალეს, უარც უთხასიაძე, ამიტომაც ჩილგაიულოგი ვერ გვაქვს. დიდი ბოდიში, ვისაც ჩილგაიულოგები მოგენატრა, შეგიძლიათ წინა ეპიზოდები იხილოთ და დატკბეთ და ისიამოვნოთ. მოკლედ, რა ხდება დღეს? ტრაქტორი! რა ხდება დღეს? დღეს არის ფრიკოზის დაბადების დღე. ეხლა მივდივართ ფრიკოზის გადაღებაზე. დილით ვაპირებდი, რომ გამოვყევით ფრიკოზის გადაღებაზე, თქო მე თქვა და გამეყოლებინეთ რაღაცეების შესაგროვებლად და მოსაფხეკად, როგორც დავდივარ ხოლმე დილაობით. აუ, ამათ. ოდი, აქ. აჩი რომელია? აჩი რომელია? ხენ ხარ აჩი? ჯერ არ გადამიყო თუ მიიღებს რა. ამის ჩა თბილისში და თავი კაცები გონიათ. აჩი. პატარაგე ისაუბრი. როგორ ახართ? როგორ ახართ? მიროის გამოვწერებო. გამოვიწერეთ არხი და დაასუბსკრაიბეთ და გააშიარეთ. და Wi-Fi გიმისხივე გაქვს Wi-Fi? თუ გიმისხივო? გიმიზიარ ერთი და. აი რო გაინტერესებდათ რა თბილისის ზღვაო როგორი არისო ერთი წამი აი ისოს დაუკლო. აი ესა არა. ფრიკოზის გადაღება არის, რაღაცეები ვიყიდეთ მანამდე მე და ნიკუშამ, მაგრამ არ ვიყავით მართლა ძალიან ციაზე ვიყავი ახლა კოფე მომიტაფა ნიკუშამ თურქული თორე. აუ ამბობთ. ანუ კაკაშკა საჭდები. Stop it. ხაუზე. აუ სფუ! ნახოთ რა ხდება შიგნით. ახი ამომიყვან მეც. Daddy with a long beard, just say hello to my little prince. Say hello, hello everybody. I love you, I miss you, and subscribe my brother's channel, please. Thank you, mate. Thank you. Appreciate that. მოკლედ ვიწყებთ გადაღებას. წამომეგი შევახედოთ, რა ხდება მარშრუტში. ფიქრავთ მარშრუტკა და უნდა გავიყვანოთ უგზოობაში და შიგნით უნდა ვაკეთოთ სხვადასხვა ჩელენჯები. წამო შეიხედე მეგი. აი, შო მეგი წავედით, წავედ დრო, ძალიან წავედით. მე მივდივარ ძმებო რა ჩემ არ ხსნი და სახლის პირობებში არ გაიმეორებთ. ამ სახლში არიან ცოტა, რა? აი ხარე რა. როგორ ახლა? ბიჭო, ხო ერთობეთ ძალიან სისრაფე იქცო. დამაზი რა? როგორ მეგობრებო? ძალიან ბიზნესი. ძალიან მაგარი გამოსვლება იყო. მე მეგონა რომ აი ხარ მე არ ვიცი რა. dual personality მაქვს და ახალ multitasking-ის აი ცოტა ხანში გეტყვით რა და როგორ რა. მოგესალმებით, ეს არის ჩილგუ, იმიტომ რომ უკვე დავჩილგული, კარგად გამოვიძინე, მეგი მომიარა, ყველაფერი გამიკეთა, რაც მიჭირდებოდა, იმიტომ რომ საუკეთესო ადამიანია და წიე იარაღი. ხოდა მოკლედ რა, კარგ ხასიათზე ვარ, მივდივარ Outlet Village-ის გადაღებაზე, თბილისი Outlet Village-ის
და რა არის თბილისი Outlet Village, ამას სულ მალე გაიგებთ. ხო და ეხლა გვაქვს რაღაც შუთინგი, მგონი პრომო შუთინგი არის, არ ვიცი ზუსტად. და პატარა შეგახედეთ behind the scenes-ში რა, გარეთში. ხელიდან კოცნა გამომიგზავნე, მამი. მე გიმაწვალებს ეხლა მითხრა რომ გინდა თუ არ გინდაო დაჯექიო და რამე ჩაწერეო რომ ნიკას კადრები გქონდეს. მე ვიცი რასაც ვიტყვი. ცოტნე არის ესეთი ერთი ადამიანი რომელმაც მითხრა რომ ბიჭო, კაროჩეო, მესმისო რომ ეს არ გევასებაო, გამოიწერეთო არხიო და დაალაიქეთო ვიდეო და რაღაცეებიო და დაჟიო მეც მავიწყდება ხოლმეო რომ დავალაიქო და ცოტნე ზმაო გახსენებ და ალაიქი არ დაგავიწყდეს და ვისაც გამოწერილი არ გქონთ არხი გამოიწერეთ. ნუ დამსდევ რა, გეხვეწები ვინა ეს თო ...26 სექტემბერი დაიმახსოვრეთ ხალხო. დაიმახსოვრეთ იმ ადამიანებმა, ვისაც ტანსაცმლის ჩაცმა, ყიდვა, გამოცვლა და დათვალიერება გიყვართ. რას ქვია, სად ვიღებ? აი, აქ ვიღებთ. პროდიუსერი ხარ ნაგიჟარი? რაღაცა? გამარჯობა. მაგარი მაკიაჟი გაქვს. ტუჩებზე მეტყობა? არა. აი, მეიქაპი გავიკეთეთ. ავეწყობა ეხა სეტი. ეს არის ჩვენი სეტი, აღმართი, აღმართზე. ესეთი სცენარი გვაქვს რომ მომისმინე გოგო ვილაპარაკებ. აბსტრაქტულად უნდა ვიყუროთ ჰაერში და ეს იქნება ის ადგილი, სადაც ავიხედებით მოკლედ და თვითონ გადაღების პროცესიდან უკვე მოგაწვდით. კიდევ სად მივდივარ და მეგის მივხვევი პედიკურზე. ყველაფერი დაალაგებულია, გათვალისწინებულია, მირიანს თავისი სიტყვა აქვს და გადაღება იწყება. მოვჩით გადაღებას, ჩემზე მეტად მეგი მივაშკაცა ამ გადაღებაზე. ხო და მოვჩით მოკლედ და მეგიმ რატო ივაშკაცა, გაინტერესებთ. ასწავლა თუ როგორ დავმალოთ მიკროფონი, როდესაც მინდა რომ ცოტა ახლოდან ჯავიწეროთ ხმა და არ გამოგვიჩნდეს კადრში. ასევე მოიფიქრა რომ ბუმის ჯოხის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ Insta 360-ის ჯოხი, რომელიც თავისი არის, ეს Insta 360 და ეს იდეებიც თავისი იყო და ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთა. მოკლედ მეგი რო არ მყავდეს რამე შველებო და არ ვიცი. ეხა ფრჩხილებზე არ წამიყვანდა ალბათ რო არ მყავდეს. ეხლა მივდივართ მეგის ფრჩხილების გასაკეთებლად. გამოგყევით. აქვე ჩავერთვები და გეტყვით, რომ თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი ეს არხი, გამოიწერეთ, აღმას დააჭირეთ და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. მე არ მაქვს გააქტიურებული, მაგრამ თქვენ გააქტიურეთ.